სალამი მეგობრებო, დღეს განვიხილავთ ორ ძალიან პოპულარულ tools. ესენია Confluence და Notion. ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება. სად შევინახოთ გუნდის ინფორმაცია. მთავარი განსხვავება რეალურად მიდგომებშია. გვინდა მკაცრად მოწესრიგებული სისტემა, თუ თავისუფალი სივრცე, სადაც რასაც გვინდა, იმას ავაწყობთ. შეხედეთ, როგორი ინტერფეისით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან. მარცხნივ Confluence-ია. მას ხშირად ადარებენ ციხესიმაგრეს ან დიდ ბიბლიოთეკას. აქ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. სტრუქტურა წინასწარ არის გაწერილი და იდეალურია ოფიციალური დოკუმენტაციისთვის. მარჯვნივ კი Notion-ია. ის უფრო ლეგოს გავს. ცარიელი ფურცელი და შენ თვითონ აწყობ გვერდს ისე, როგორც გინდა. ეს გაძლევს სრულ თავისუფლებას. შეგიძლია გააკეთო პროექტის დაფაც, ჩანაწერებიც და ვიკიც. ფუნქციების მხრივ საინტერესო სურათია. Confluence იყენებს სტანდარტულ ედიტორს, Notion კი მოქნილ ბლოკებს, მაგრამ აქ ორი მთავარი განსხვავებაა. პირველი, whiteboards ანუ ვირტუალური დაფები, ეს არის სივრცე, სადაც გუნდს შეუძლია რეალურ დროში შეიკრიბოს, გააკეთოს სტიკერები და მოაწყოს brainstorming-ი. Confluence ეს ფუნქცია პირდაპირ ჩაშენებული აქვს. Notion-ს კი არა. მას სჭირდება ინტეგრაციები, ისეთ თულებთან, როგორიცაა მაგალითად Miro. მეორე, მონაცემთა ბაზები. Notion-ში ეს არ არის Excel-ის ცხრილი. ეს არის ჭკვიანი სია, რომელიც შეგიძლია ერთი კლიკით გადააქციო კალენდრად, Kanban დაფად ან გალერეად. ეს არის Notion-ის ის მთავარი ფუნქცია, რომლითაც ძირითადად Confluence-ისგან განსხვავდება. Confluence-ში კი მსგავსი რამ მხოლოდ დამატებითი ფუნქცია და ასეთი მოქნილი არ არის. აქ არის მთავარი მომენტი. თუ თქვენი გუნდი მუშაობს Jira-ში, მაშინ Confluence ალტერნატივა არ აქვს. ეს არ არის უბრალოდ ლინკის ჩასმა. სლაიდზეც ხედავთ, პირდაპირ Confluence-ის გვერდზე შეგიძლიათ გქონდეთ Jira-ს ცოცხალი დაფა. მუშაობის პროცესში ტექსტის მონიშნვით ეგრევე შეგიძლიათ შექმნათ task-ი Jira-ში. ანუ არ გჭირდებათ პროგრამიდან პროგრამაში გადახტომა. ყველაფერი ერთ სივრცეშია. არასაკურველია Notion-იც უკავშირდება Jira-ს, მაგრამ აქ კავშირი უფრო მარტივია. როგორც ხედავთ, აქ Jira-ს ლინკია ჩასმული, როგორც ლამაზი ბარათი. კი, ხედავთ სტატუსს, სათაურს, მაგრამ ისე ღრმად ვერ მუშაობთ მასთან, როგორც Confluence-ში. თუ Jira თქვენი ყოველდღიურობაა, ეს სხვაობა საკმაოდ შესამჩნევი იქნება. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, პრაქტიკულ მხარეებზე, გამოყენება Notion-ის უფრო სახალისო და სასიამოვნოა. ინტერფეისიც უფრო თანამედროვეა. მაგრამ თუ ვსაუბრობთ დიდ კომპანიებზე, ბანკებზე, სამედიცინო სფეროებზე, აქ Confluence ლიდერობს. მას აქვს უსაფრთხოების ისეთი სერტიფიკატები და ადმინისტრატორის პანელი, რაც დიდ ორგანიზაციებს აუცილებლად სჭირდება. ეს კი Notion-ს ჯერჯერობით აკლია. საბოლოოდ რომელი ჯობია? მარტივად რომ ვთქვათ, თუ ხართ დიდი კომპანია, გჭირდებათ წესრიგი, მუშაობთ Jira-ში, აირჩიეთ Confluence. თუ ხართ სტარტაპი, მცირე გუნდით და გინდათ მოქნილობა, რომ სისტემა თქვენს ჭკუაზე მოირგოთ, Notion-ი იდეალურია. არჩევანი თქვენზეა. რა უფრო გჭირდებათ? კაცრი სტრუქტურა თუ შემოქმედებითი თავისუფლება? გისურვებთ წარმატებებს.